და ასევე დღეს საერთოდ დროს უთმობთ იმ ადამიანებს, ვისთვისაც ჯანსაღი ცხოვრების წესი არის უკვე ნორმა. დღეს სწორედ ასეთი ადამიანები უნდა გაგაცნოთ, ნიკა და დათო ფერაძეები, რომლებიც ცხენოსნები არიან. ისინი პატარაობიდან მიყვებიან სპორტის აი ამ სახეობას და მიუხედავად იმისა, რომ ცხენოსნობა ძალიან სახიფათო და სარისკო სპორტია, მაინც ძალიან უყვართ ის და თვლიან, რომ ცხენები მათი საუკეთესო მეგობრები არიან. უფრო მეტი კი ცხენოსანი ძმების შესახებ შეგვიძლია ვნახოთ თიკო ხახუტაშვილის სიუჟეტში. ჩემს ცხენს ვქია ვასკა, უკვე მე-9 წელია რაც ვყავს, მეგობრობ და ბერდოღებშიც მიგვიღია მონაწილეობა. ეს არის ჩემი ცხენი, სანდეი ქვია და უკვე თითქმის 2 წელია რაც ერთად ვართ და მეგობრობთ ერთ სიტყვით. ელა ბიჭო. ჩვენ ვართ ძმები ფერაძეები, დავითი და ნიკოლოზი. ჩვენ ვართ ცხენოსნები. აქტიურად ვიღებთ ხოლმე დოღებში მონაწილეობას. მე უკვე ხშირად ვეღარა როგორც ჩემი ძმა არის უკვე აქტიური ჟოკეი საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში, პანკიში, აბაშაში, ნებისმიერ მხარეში. მე ვარ ახლა 14 წლის. მე-13 წელია რაც დოღებზე მონაწილეობას ვიღებ. ამ დოღების ინტერესი მე გამიშა თავიდან ჩემი ძმა ჯდებოდა ხოლმე ცხენზე და მეც დავინტერესი და ბერდოღებზე მივიღე მონაწილეობა, გამოცდილება მივიღე და ასე ვთქვათ, მივყვები ამ სპორტს. როდესაც ცხენს მომზადებ დოღისთვის და შეჯიბრისთვის, საჭიროებს მეტ ყურადღებას, ვარჯიშს, მომზადებას დოღისთვის, სწორკვებას და კარგი ხედავ რომ გამოხვიდე, მთავარია ცხენთან იყო ძალიან მეგობრული, მშვიდი. რადგან ცხენებს არ უყვართ არც განირულება, ცხუბი, ყვირილი, ზედმეტი. ცხენები ძალიან გრძნობი არსებები არიან და ჩვენ ყოველ ნაბიჯს და მოქმედებას წინასწარ გრძნობენ. რაც უფრო ცხენს კარგად მოვეპყრობით, მით უფრო კარგად მოგვეპყრობა ისიც. ეს ცხენი არის ჩემი საუკეთესო მეგობარი და ბევრი წელია უკვე რაც ყავს და კიდევ დიდხანს ვაპირებ რომ ყავდეს. ეხლა ვწვენ ცხენს, რადგან უნაგირში მეწერზე რო დავარგოთ მაგის ნებისმიერო პატარა შეყოლილმა დაგავმას და ჭუჭმას კი შეიძლება წელი ატკინოს და უნაგირმა დაუწას წელი და დაუზიანდეს. ამის გამო სანამ ცხენს დავაუნაგირებთ, საჭიროა ცხენი გავასუფთავოთ კარგად და ლამაზად. დილით საჭიროა მოვუარო სკოლაში წასვლამდე, ადრე გავიღვიძო, მივხედო რაც დაჭირდება გაწმენდა, ჭმევა, გასუფთავება, ყველაფერი. მერე ისევ სკოლიდან როცა დავბრუნდები, ისევ იგივე კვება ჭირდება, ვარჯიში დღეში ერთხელ ან დილით, ან საღამოს. უმჯობესია დილით. ნახევარი დღე უნდა დავუთმოთ ცხენს, რომ მიაღწიოს წარმატებას დოღზე, იყოს კარგ ფორმაში. რაც უფრო მეც შრომას დახარჯავ ცხენთან, მით უფრო მეც მიიღებ ცხენისგან. როგორი სპორტი არის? სახალისო. ცოტა სახიფათოც არის, მაგრამ როცა ნიკა არის ხოლმე ხედრობს დოღზე მონაწილეობს ხოლმე, ეს არის ხოლმე ჩემთვის ძალიან ნერვიული მომენტი, რადგან ხდება ნებისმიერ მომენტში შეიძლება ცხენი დაიმტვრევს, ან ქონია ბევრჯერ ისეთი მომენტი, რომ ცხენი გასტომია, მაგრამ გადმოვარდის, მაგრამ გაუსწორებია და ისევ ჩართულა დოღში აქტიურად და ძალიან დიდი წნეხი და ნერვიული სპორტია, ასე რომ ვთქვათ რა, რადგან სად რა გელის ვერ მიხვდები, რადგან წინასწარ არ იცი რა მოხდება. ბევრჯერ ყოფილა ესეთი შემთხვევა, რომ მე და ჩემი ძმა ერთ დოღში ყოფილიყავით, ერთმანეთის კონკურენტები და მაგ შემთხვევაში სპორტი ისეთი რამ არის, რომ ძმაც და ბევრჯერ მეგობართან ერთადაც ყოფილი ვარ და სპორტია იქ როცა იქნები დოღზე, შენი გასაკეთებელი უნდა გააკეთო და ცხენიდან რო ჩამოხვალ მერე, შენი ძმა იქნება, ძმაკაცი იქნება და სიმართლე თქვი ბიჭო. თქვი ზოგჯერ დოღის დამითქვა. ახე რაც კაია იმას არ აქვს. ერთი-ორჯერ დავუთმე ხოლმე დოღი მოაგები ეყოლა. მართალია ნიკა? ერთხელ. როგორ დავუთმე, როგორ მოაგებინე? ბაზალეთის პაზე ვიყავით დოღზე და მე გავდიოდი მეორე ადგილზე, ეს მოდიოდა მესამეზე და მე გავაჩერე ცხენი, დაველოდე ჯერ იმან გადაკვეთა ფინიში და მე გადავედი მე.
იმ ცხენს უფრო ჭირდებოდა პირველი ადგილი და ჩემს ვიდრე მე და ჩემს ცხენს. გვაქვს საკმაოდ ბევრი პირველი ადგილებიც, მეორეც, მესამეც და ვცდილობთ ხოლმე რომ აქტიურები ვიყოთ ამ პროფესიაში და ვიყოთ ჩვენი სახლის პროფესიონალები. როცა ვარჩევთ ხოლმე აქვს ხოლმე ხასიათი. ცხენს არ ვარჩევთ როგორც ყოველდღე ერთ და იგივე შეკეთებით. ყოველდღე ვაკეთებთ სხვადასხვანაირ ვარჯიშს. გააჩნია ცხენი დილაზე როგორ ხასიათია, როგორ ფორმაშია. ყველა ცხენი არ არის დოღის ცხენი. ზოგი მთაში მოსიარულე ცხენია, ზოგია თოხარიკი, ზოგია ნაბიჯის ცხენი. ყველა ჯიშს და ყველა ცხენს აქვს სხვადასხვა მიმართულება. არ არის მაინც და მაინც მიზანშეწონილი შეწონილი ყველა ცხენი ყველა კატეგორიაში კარგი იყოს და ვერც იქნება ეს. მე სამწუხაროდ აღარ დოღებზე წონა აღარ მიწყობს ხეს, რადგან დოღებზე დაშვებული წონა 40-დან 60 კილომდე და ეს წონა უკვე კარგახანია გადავკვეთე და იშვიათად თუ გამოვარ ხოლმე რაცი დოღებზე და ისე ცხენს თუ დრო მაქვს ხოლმე დოღისთვის კი ვამზადებ ხოლმე და ჩემი ხედრობს ხოლმე ზე. გეგმები მაქვს რომ სანამდეც ხელშეწყობა მექნება და შემეძლება ამ სპორტში მონაწილეობა და გაგრძელება ვეცდები რომ ყველანაირად გავაგრძელო.